ჩვენმა შემდეგმა მონაწილეამ ყველაზე კარგად იცის, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია. მივესალმოთ, დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ, მერაბიკო ბანძავა. სალამი პატრონო, მოგძანდი. მამარჯო. დაბრძანდით. აბა როგორ გიგითხოთ, როგორ ხასიათზე ხართ? ძალიან კარგად. საიდან ჩამობრძანდით? სამტრედიიდან. კარგი, მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი აქ უბრალოდ არ არის მობრძანებული. ვინ? შენზეა საუბარი. კა. ხო, იცის, ეხლა გეოგრაფია იცი. კი, კაცო. ძაღლის ჯიშები იცი. ესე იგი, მოცეკვავე, მომღერალი, უკრავს საკრავებზე. მართალია ეს ყველაფერი, რასაც ვარ? კი, კაცო. მართლა? კარგი, აბა მითხარი, ეხლა მომღერალი, რას მღერი? კი. რას მღერი, აბა, როგორ ქართულ სიმღერებს მღერი თუ უცხოურს თუ როგორს თუ? უცხოურს დიდ კლასებში ვღერით. მე ახლა ვღერი რერას ვღერი, თანდილას და მზე შინა და მზე გარეთ. შესანიშნავი, ბავშვის მამა შინ არ არის, მზევ? შინ შემოდიო. აბსოლუტურად მართალია. რამდენი წლის ხარ მითხარე? 8. 8 წლის ხარ. და საკრავებზე უკრავო, ეგეც მითხარე? დოლი, მერე გადავარ სალამურზე და მერე ფანდურზე. და ესეა წესი საერთოდ? ანუ ჯერ დოლით არა, ეწყებ, დაგეგმილი მაქვს მე. ასე დაიგეგმა? და რატომ გადაწყდა? რატო? ხო. და რა რთული დავიწყე. დოლი უფრო რთულია ვიდრე სალამური, კაცო? კი. ფანდური ყველაზე ადვილია, კაცო? ფანდურს რა, ჩემთვის მარტივია და სხვაებისთვის არ ვიცი. 1, 2, 3, 4-ს რა უნდა? ამაში ყოფილა საქმე. 1, 2, 3, 3 რა უნდა, კაცო? მაგას ხო ყველა გააკეთებს. ხო და დოლზე ძალაც უნდა დაატანო, ფანდურზე ფრჩხილები და თითები არ უნდა გეტკინოს და დოლზე ვაფშე შეიძლება აქამდე გეტკინოს. დოლზე მე ერთხელ ხელიც დამეჭიმა, ისე მაგრად ურტყამდი. რას ლაპარაკობ? შენ როგორი ის გიყვარს, რა ქვია? ტყავი როა გადაკრული თუ პლასტიკატის? შენ რომელი? არა, ტყავი რო არის, მასწავლებელმა გამართხილა პლასტიკატი არ ჭირდებაო. არ დამანახო, ხო, ასე თქვა. კარგი მასწავლებელი ყოლია, ბატონო, ნამდვილად ასე არის, მივესალმებ. საფლავზე არ ვღერი ვარ მე. რაო? საფლავზე არ ვღერი ვარ. რაზე არ მღერი ხარ? საფლავთან. საფლავთან რატო უნდა იმღერო? მამა, ჯვარი გეწეროს, რატო იმიტომ მოინდომეს? რომ ერთხელ რო ვიყავი მე საფლავზე, ის მაგნაირი დოლების მეტი არაფერი არ მინახავს, არა. ხო, მეცაც გეტყვი, იმასაც კი ვხვდები, როდის იყო ეგ, რა დროს ხდებოდა ეგ ამბავი. კი. ხო, მოდი მაგაზე არ ვისაუბროთ, მოდი სხვა რაღაცებზე ვისაუბროთ, კიდევ უფრო საინტერესო თემები გვაქვს ჩვენ. კარგი. ეხლა ვიცი რომ ქვეყნებიც იციშე. კი. და ის ვიცი რომ მაგალითად ეხლა ნებისმიერი ასო, რომელიც არ უნდა დავასახელო, იმაზე ეხლა რო გითხრა, იმაზე ააგებ და ააგებ ქვეყნებს. მართალია ესა? კი. შენ გეოგრაფია თუ გაქვს დაწყებული სკოლაში გეოგრაფიის სწავლა უკვე? მეორე კლასში ვარ, გეოგრაფია, კაცო. და რა გინდა? ინა გადავამოწმო? კი, კაცო. გადავამოწმო. კაი, ოასო. ომანი. სად არის ომანი? ომანი არის იემენის და არაბეთის ქვემოთ. იემენის გვერდზე არის და საუდის არაბეთის ქვემოთ არის ორივე. აბსოლუტურად მართალია, მინდა გითხრა. ასოზე იცი რამე? კი. აბა? ტაილანდი, ტაჯიკეთი და ტაილანდი, ტაჯიკეთი და ტუნისი. ტუნისი სად არის? ტუნისი არის ალჟირის და ლიბიის გვერდზე. კი ბატონო, ნამდვილად ასე არის. და ტაჯიკეთი რის გვერდით არის მითხარი? ტაჯიკეთი ყირგიზეთის გვერდზე არის და პაკისტანთან ახლოს არის. აბსოლუტურად მართალი არის. დედაქალაქი გახსოვს? ტაჯიკეთის? კი. დუშანბე. აბსოლუტურად მართალია. კარგი. მოდი რაღაცა ჩავახვედრა. პ-ასოზე? პ-ზე? პანამა და პარაგვაი. პანამა და პარაგვაი, კი ბატონო, გეთანხმები. პანამა სად არის? პანამა არის როგორ კოლუმბიის ზემოთ. კი ბატონო, და პარაგვაი სად არის? პარაგვაი არის ბრაზილიის და არგენტინის ზემოთ და ბრაზილიის ქვემოთ. და პერუ? პერუ არგენტინის ისა მეგობარი. ხო, კი ბატონო, არგენტინის მეგობარი არის ნამდვილად. დაგაბნიო ეხლა? ვერა. კ-ასოზე მითხარი, აბა ქვეყნები. კი, კაცო. კი, კაცო კი არა და კ.
კ-ზე რო დაიწყო, კი კაცო და აბა კ-ზე. კამბოჯა, კენია, კი ბატონო. კანადა. აბა რა თქმა უნდა, კანადაც იგრძანდება. კი, ასეა ნამდვილად. კარგი. კამბოჯა სად არის მაშინ ეგ მითხარი შე? კამბოჯა არის ტაილანდის გვერდზე და ჩინეთის ქვემოთ. გაიგეთ? რო იცოდეთ. რას გვიყურეთ? ასეა, კი, ნამდვილად ასეა. იცი რა, ნ-ზე? ნ-ზე? ხო. ნიდერლანდები. კი ბატონო. მე ადრე ჰოლანდიას რო ვეძახდი და ეხლა რო ნიდერლანდები არის. ჰოლანდიას ჩემ ოჯახში მამიკო და ბაბუა სულ ჰოლანდიას ეძახის. მე მეუბნები ნიდერლანდები თქო, მაგრამ გადის ფეხბურთი. მიდი ჰოლანდიაო, ამას იძახის მაინც. გინდა გამოგიტყდე, სიმართლე გითხრა, მეც ასე ვამბობ დღემდე, ვერაფრით ვერ გადავეშვიე, რომ ნიდერლანდები უნდა თქვა და ჰოლანდია უნდა დაუძახოთ, მაგრამ რა ვქნა, იმედია არ გაგვიბრაზდები. შენ გიყვარს ძაღლები, ვიცი და თან ძალიან კარგად ერკვევი ძაღლებში, მართალია? კი. კაი, თუ ყავს ძაღლი შენ? კი. რა ძაღლი ყავს? ლაბრადორი. რას მეუბნე, რა ქვია ლაბრადორს? ჰაჩიკო. ჰაჩიკო ქვია? ჰაჩიკო, იცი რატო დავარქვი? რატო? იმიტომ რომ შენ ჩემი საყვარელი ფილმი იცი? 101 დალმატინელი. არა, კაცო. აბა? ჰაჩიკო არის ჩემი საყვარელი ფილმი და იქიდან იაპონური აკიტა რო იყო, ხო? სულ მეტირება მაგ ფილმზე და დავარქვი ჰაჩიკო. კარგად დაგერქვევი, იმიტომ რომ მეც სულ მეტირება მაგ ფილმს რო უყურებ, ამიკო. კი ბატონო, ვისთან ერთად ჩამოხოდი ახლა მითხარი შენ აქ? მე? კი ბატონო. დედიკოსთან, მამიკოსთან. ბაბუა დარჩა მარტო. მარტო ბაბუა არ მივესალმოთ ბაბუას აქედან? კი. არ დაუქნიოთ ხელი ასე? აი, სალამი ბაბუა, ნახეთ როგორი შვილი ყავთ. შესანიშნავი, მობრძანდა აქ და ძალიან საინტერესო ბებია რაღაც. ზემოდან ვიყურებს. აუცილებლად. და იქიდან გლოცავს ერთი მამი. ბებია სულ როდესაც ვაკითხავს საღამოს იმედიავს, გადართული იმედია. ისიც სამტრედიაშია? არა, ის მარანშია. მარანში ყოფილა. განსაკუთრებული მოკითხვა ბებიას, ხო მართალია? მოვიკითხოთ ბებია? იმედს რომ უყურებ, ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ბებია. საიდან დაიწყო ეს ქვეყნების ცოდნის სურვილი, საიდან გაუჩნდა? არ ვიცი, ერთ დღეს ასე 4 წლის იყო, რომ მე მოგიყვე მაგას. რომ ესწავლა ქვეყნები, მალე გამიჩნდა მამიკოსგან სურვილი, მამიკო მიჩის ბევრი ქვეყანა. აბა მამიკოს ვკითხოთ, ანუ თქვენ იცით ბევრი ქვეყნები და აქედან გამომდინარე მოუნდა? უკვე მაჯობა მაგან ცოდნაში. ოჯახის აქციელი ეს მინდა ვთქვა. ჩვენთან მოვიდა ჩვენი მეგობარი ზვიად ჩიხლაძე, რომელმაც მოიყვანა სხვადასხვა ჯიშის ძაღლები. შენ გითხარი ახლა რომელია და რა ხასიათი აქვს და მოკლედ თანახმა ხარ? კი. კარგი, მოდი ტაშის თანხლებით ხდება. ეს ვინ არის რომ მოდის? კანეკორსა. კანეკორსო ბრძანდება. ესა? ვაიმე. კი. მართალს ამბობს ხო? ნამდვილად კანეკორსო. ნამდვილად კანეკორსო. აბა როგორი ძაღლია მითხარი ახლა ეს კანეკორსო? ძიმე წონის ჯიში 40-50 კილოგრამს აღწევს, მაგრამ ხო. მაგრამ ცოტა საჭარბებს გაია თავის სტანდარტთან შეცდომა. ყვიანი არის ნაზი და ხიარულია. დიდი ეზო თუ გავს, კანეკორსაა ყველას კაი კომპანიონი. ბატონო ზვიად, ასეა ნამდვილად? თქვენ კი, ძალიან კარგი კომპანიონები არიან, გამოირჩევიან დაცვის ძალიან კარგი პოლიციელებია. ფუნქციით და იყენებენ მეძებარია. მასადრე ტერიტორიების დაცვისთვის. კანეკორსა არის მასტიფი. იტალიური ჯიშის მასტიფი არის. კი ბატონო. კარგი. ეხლა შემდეგი. თუ შეიძლება ბოდიში რომ გაწუხებ და მადლობა რომ გვეხმარებით გადაცემაში. შემდეგი კარგით, აპლოდისმენტების თანხლებით მე მგონი იმსახურებს კაია შესანიშნავი ცუგა არის. შემდეგი ცუგა მოემართება ჩვენთან. გერმანული ბოქსიორი. გერმანული ბოქსიორია ესა? აი არ მებოქსავო? არ მებოქსავო იყოს? აბა გითხარი როგორი ცუგაა ეს? ცუგა არის აბა მითხარი? მეძებრის თვისებები და ძვლები აქვს, კარგი განვითარებული ყილები ეშვე, მაგრამ აგერ თათები ჩხუბობს. თათები ჩხუბობს? ბოქსიორი იმიტომ ქვია? შენ ბოქსიორი იმიტომ ქვია რომ ჩხუბობს? სულ ჩხუბობს შენა? რატო ჩხუბობს? რამე არ მოწონს ხოლმე და იმიტომ ჩხუბობს? ხო, კაცო. ნუ გეშინია, ნუ გეშინია. აჩერდი. ბოქსიორიც მასტიფი არის, ოღონდ პატარა მასტიფის ბებს მიეკუთვნება.
მართალიას? და როგორი ჯიშია? უყვარს ბავშვები ქალაქის პირობებს ეგუება და ცხელ კლიმატსაც კარგად ეგუება როგორაც ასე მახსოვს. ჩვენი ბენო ცუგაც შეგვიძლია წავიყვანოთ და დაველოდოთ შემდეგი. მოკლედ, როგორი ბედნიერები ვართ, რომ საშუალება გვაქვს აი სულ სხვადასხვა ნაირ-ნაირი ჯიშის ზაღლები მოვიდნენ. ზვიადის აპწუთას არ იცი რა, უკვე ხელით მოყავს. ესენი ვინ არიან, რა არიან? იცი და იორკი. შპიცი და იორკი. ესენი დეკორატიულები არიან? როგორი ცუგები არიან? მოგიყვანა იორკს. კარგად დაიჭირე, არ გაგექცესო. კაცად ბიჭო. ბიჭია თუ გოგო? გოგოა, გოგოები არიან. ფათაშორის. ეგ. ფარხალა. როგორი ცუგები არიან? დასვიება აქ თუ როგორი წამოვა. ფარხალა? მოდი აქ. გაჩერდება? იყოს იაროს ამან, არა უშავს იაროს. კარგი და ის არის იორკი და ეს არის შპიცი? შპიცი. იორკშირტერია. როგორი ცუგები არიან ესენი? ესენი სახლის ზაღლები არიან? კი. და როგორი ხასიათი აქვთ? როგორ ხაცი ძალიან ხიარულია, არასდროს არ იქნებიან გაბრაზებულები. იორკშირტერიერი გამოიყვანეს დიდ ბრიტანელებმა მეშახტეებმა, რომლის ტარებაც ჯიბიდაც შეეძლოთ. მაგიტომ და რა თუნდათ მეშახტეებს, რა შვებოდა? ქვანახშირს მოიპოვებდნენ? პატარა ტერიერი უნდოდა, რომ ყოფილიყო. და შპიცი რისთვის გამოიყვანეს? შპიცი გამოყვანილია ცოტა რომ გავასუქოთ და კალთაში როგორ. ცოტა რომ გავასუქოთ კალთაში იჯდეს და ესეთი ის იყოს, რა ქვია, მედიდური პოზით აკვირდებოდეს გარშემო ყველას. მოდი. სისი. პატარა სისი. მოდი. გამზადებულია? წამოდი, გამზადებული. დიდი მადლობა ბატონო. დიდი სიხარულით და რა თქმა უნდა ჩვენი მოვიდა. 4 ფეხა მეგობრებით შეგვიძლია მივიღოთ. აი ეს არის მოყვანილი თევზი. ყველაზე მოუსვენარი ცუგა, მე მგონი, დედამიწის ზურგზე. გამარჯობა, მოგითხარი. ავსტრალიურ ნაგაზია. მოდი ჩივთან. სახელიდან ჩანს რომ გამოყვანილია ავსტრალიიდან. ჯიში ამერიკული არის. ამერიკული ჯიშია? კი, უბრალოდ თქვია ავსტრალიური ნაგაზი, იმიტომ რომ ამერიკელებმა უფრო ავსტრალიელ ფერმერებს დაურიგეს მოკლედ და შემდეგ ავსტრალიერებმა სელექციით აწარმოეს, გამოიყვანეს საუკეთესო ძაღლები დართეს ერთმანეთთან და მათ საპატივსაცემად პატარა მეცხვარე ჯიშია. კარგი, მაშინ ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზვიად, ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ არ შემეძლია სიხარულით არ ველოდო შემდეგ წარმომადგენელს ჩვენი 4 ფეხა მეგობრისა. ეხლა თუ ნაგაზი იყო საერთოდ თუ ნაგაზი იყო, შეიძლება გავგიჟდეთ. პოლიციელია. ეს პოლიციელი, მე პოლიცielis კი არ უნდა გეშინოდეს, კაცო. მოდი. მეშინია. სახელიც კი ვიცი, ამ ძაღლს ბრუნო ქვია, ნამდვილად ვიცი. კი, კაცო. ნახე როგორია, რა ჯიშია ესა? ბელგიური მალინოა. პოლიციელებს ყავს მხოლოდ თუ რაღაცა კიდე? არა, კაცო. მეძებრის თვისებები აქვს, კარგი მოდარაჯეა, ბავშვები უყვარს, ქალაქის პირობებსაც ეგუება და მოკლედ კარგი ვინმე ყოფილა ესა. სწორი შეფასება გქონდა? ძალიან კარგი ჯიშია, უნივერსალი ტიპები არიან, რომლებიც სამძებო სამუშაოებში არიან ჩართულები. ინტელექტუალური როგორც ჯიშები. მოდარაჯეები. შეიძლება აგვერიოს გერმანულ ნაგაზში. შეიძლება, მაგრამ ჩვენ არ შენ ხომ არ აგერევა? არა, კაცო. ძალიან კარგი. ხვირი უფრო ასე წაწვეტებული აქვს. წაწვეტებული ცხვირი აქვს ამას. კარგით, მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზვიად. ესე იგი, პრინციპში ცოდნა გვაქვს რაღაცეების. მე მგონი ამან ხტუნვაც იცის ძალიან მაღლა, მართალია? სალტოები. კი, ძალიან მაღლა ხდება, რამდენადაც ვიცი. მოდი, მე თვალები დახუჭე, ისე რომ ვერნა. ვაიმე, რაღაცა ისეთი მოდის, რომელიც ძალიან იშვიათად სანახავი არის. მედიდური ძლიერი სენბერნარი მოდის. საოცარი ყოფილა. კდემამოსილი და დახვეწილი ხომ არ არის ყველაფერთან ერთად? მედიდური. აბა? ამის ტონა 51 კილოგრამია. ეს ძალიან დიდი ცუგა. გოგო მოგიყვანა. ეს დედა როგორი საყვარელია ეს. ფუმფულა. ხო, როგორი ძაღლი არის ეს მითხრა, ჭკვიანები არიან? მოდარაჯე, მაგრამ გადაშენების პირას იყო, მაგრამ შვეიცარიელ მეცნიერების მეშვეობით გადარჩა. კარგი, ჯიში ზუსტი სახელი როგორ არის? სენბერნარი. სენბერნარი ქვია. თოლში, როდესაც ადამიანი კარგება, ანუ ეს ყავთ ხოლმე მაღალმთიან რეგიონებში სამაშველო ძაღლად ერთ-ერთი, რომელიც ძალიან კარგად ეძებს და არა მხოლოდ ეძებს და პოულობს. მე მგონი, გამოთხრაც კი იცის. მოდი აგერ ბიჭო. გამო ისიც იცის, ხო, რომ რაღაცნაირად ჩქარა გამოთხაროს და გაათავისუფლოს. და თვითონ ფეხის ისე არის მოწყობილი მათკათები, რომ თოლში არ ეფლობია.
თოლში არ ეფლობიან. ამხელები არიან და თოლში არ ეფლობიან. კარგი, შეგაწუხეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან ძვირფასო. და გათავის რამხელა არის ესა? ები მეხუთე თვეშია. მეხუთე თვეში ყოფილა. ანუ ეს გაიზრდება 2 ამხელა მინიმუმ არა 3-იც მე მგონი კი? შეიძლება 4 და 5-იც. ხო არა? 5.5. ხო, ანუ მე ძალიან იშვიათად მინახავს ეს ზაღლები საქართველოში ბოლო ხანებია. ცოტანი არიან ჩვენთან კი და ძალიან. ძალიან გამეხარდება თუ მაგრამ ამათ შეიძლება ცხელოდეთ კიდეც ჩვენთან. კი. ბატონ ზვიად შიხლაძეს დიდი მადლობა უთხრა და აპლოდისმენტები დავაჯილდოთ. პირიქით მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვეხმარეთ, ძალიან დიდი მადლობა. აი ამ შესანიშნავი ჩვენი 4 ფეხა მეგობრების პატრონებს, რომლებიც სულ მოუთმელად ელიან და ესეც ელის უკვე თავის მათთან მისვლას და აღარ შევაყოვნებ დიდხანს. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოგვიყვანეთ ესეთი შესანიშნავი ცუგები. მადლობა. აი იმისათვის რომ აი ესეთი მაგარი ხარ იმსახურებ თუ იცი რას. საჩუ ქარს. აბსოლუტურად მართალია და პირველი ვინც შემობრძანდება ახლა ჩვენთან შემოვა ვინ? ლოკომოკო. ლოკომოკოს ლომი. აჰა, შესანიშნავი საჩუქარი ლოკომოკოსგან შენ და მეორე საჩუქარიც ფაგიოსგან. ამაში არის საინტერესო ფაგების ნაკრებია და კიდევ რაღაცა საინტერესო სათამაშოებია და რაღაცები შიგნით და ეს არის იმისათვის რომ შენ არასდროს გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. ხო, კარგი საჩუქრებია? კი. ფაგიოს დიდი მადლობა, დედამ იცის ფაგიო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახდათ, მოდი. მერაბიკო ბანძავა სამტრედიიდან.